Შალვა ნათელაშვილი აკეთებს განცხადებას, ერთად მოусმინოთ მას. სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, თქვენ გადაცემაში მოვისმინე პოზიცია, რომ ჯობდა ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში. მე ახალგაზრდასაც უდიდეს პატივს ვცემ, ვინც ეს აზრი გამოთქვა, მაგრამ მინდა ყველა მიცოდეს. საკმარისი გახდათ ოპოზიცია შესულიყო პარლამენტში და რეჟიმი მიიღებდა საერთაშორისო ლეგიტიმაციას, გადარჩებოდა გარდაუვალ სანქციებს და ვერავით არის საპროტესტო მოძრაობა ვეღარ გვიშველოდა მეგობრებო. ასე მოხდა წინა პარლამენტში, როდესაც შევიდნენ და რეჟიმი გაახანგრძლივეს გაურკვეველი ვადით. ამდენად ამ საკითხის ერჩქვის დაყენება ნამდვილად მიუღებელი და არასწორია. ძვირფასო მეგობრებო, პრეზიდენტ პუტინის პირდაპირი მმართველობა დიქტატორ ივანიშვილის ტირანული მეთოდებით გრძელდება და ვრცელდება საზოგადოებრივ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში. დღეს ოლიგარქმა ამოქექა ადამჟმობის დროინდელი ნორმატიული აქტი და ითხოვს ყველა მოქალაქემ ფაქტიურად შეავსოს დეკლარაცია სიმდიდრის და ქონების, თუ ვინმეს გააჩნია მიწა, ბინა, სახლი და გადაიხადოს გადასახადი. შეუცვლელობაზეც არის წარმოუდგენელი ჯარიმები დაწესებული, ხოლო არ გადახდაზე ხო საერთოდ ლამის ჩამოხრჩობამდეა საქმე. აღნიშნული სისასტიკე ემსახურება მიზანს ჩააცხროს ხალხის საპროტესტო ტალღა და გაუჩნდეს დამატებითი ბერკეტი ადამიანებზე ზემოქმედებისათვის. ერთი, მეორე, შეავსონ მათ მიერ გაქურდულ გაძარცვული ბიუჯეტი და მესამე, გამოათავისუფლონ სივრცეები და მიწები არაბების ჩამოსასახლებლად, მათთვის ქალაქებისა და სოფლების ასაშენებლად, აიძულონ ხალხი მიატოვონ ყველაფერი და წავიდნენ საზღვარგარეთ აი ამ ტირანული საგადასახადო რეჟიმით. მიმართავ რეჟიმის მეთაურს და სისტემას მთლიანად, რომელსაც სასტიკად ეშინია სახალხო რევოლუციის. თუ არ გააუქმებთ აი ამ კანონს და არ გამოაცხადებთ მორატორიუმს, ეს თქვენი შიშები შეიძლება რეალობად იქცეს. იმ დროს, როდესაც ექს-პრემიერ-მინისტრის სახლში 7 მილიონი დოლარი იქნა ნაპოვნი ვახშმის ფული. იმ დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება გადმოიტანა ოფშორებიდან და სპეციალური კანონი მიიღო, რითაც 500 მილიონი დოლარი არ გადაიხადა ბიუჯეტში. აი ამ დროს ბებიებს და მათგან გაწევებულ ხალხს კიდევ სთხოვენ რთული ინტერნეტ დეკლარაციების შევსებას, შემდგომ წარდგენას, გადასახადის გადახდას, ნაცვლად იმისა, რომ ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს და მამულს ეფერება, განთავისუფლონ საერთოდ ყოველგვარი გადასახადისაგან და პლუს დაეხმარონ მისცენ უპროცენტო სესხები და გრანტები, ისე როგორც ეს ხდება ყველა ქვეყანაში, მით უმეტეს თუ იმ ქვეყნებს გადაშენება უწევია სამწუხაროდ ჩვენსავით. იქამდე მიიყვანა